ვივამედის კლინიკური დირექტორი ადასტურებს, რომ რეჟიმის სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის მდგომარეობა რთულია და ჟურნალისტს კლინიკაში მოუწევს დარჩენა დამატებითი კვლევებისთვის. ეს განცხადება სამედიცინო ცენტრში მას შემდეგ აკეთდა, რაც ცნობილი გახდა უკვე ჩატარებული ანალიზის შედეგები მზია ამაღლობელს უახლოეს დღეებში მოინახულებს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც დღეს გახდა ცნობილი. ნინო გაზდელიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში, მასთან განვაგრძობთ საუბარს. ნინო, თუ არის უკვე ცნობილი, როდის შევა მედიკოსთა ჯგუფი ვივამედში? ჩვენი ინფორმაციით ექიმების ჯგუფი ხვალ მოინახულებს მზია ამაღლობელს, ცნობილია შემადგენლობაც ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოფთალმოლოგი და ნევროლოგი. ამ შემადგენლობით შექმნა სახალხო დამცველმა მედიკოსთა ჯგუფი. ისინი მოამზადებენ დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც შემდეგ უკვე წარუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე კი სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებს. ვიდრე კონსილიუმის ექიმები შევლენ კლინიკაში და მათგან მოვისმენთ ინფორმაციას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე, ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკა ვივამედის დირექტორს. მისი შეფასებით 26 დღიანი შიმშილობა უკვე საგანგაშოა და შესაძლოა ნებისმიერ დროს გართულდეს მდგომარეობა. დღეს კლინიკაში იმყოფებოდა ამაღლობელის ადვოკატიც, მან მედიასთან მზიას პალატაში საკვების დატოვებაზეც ისაუბრა, რომელიც მხოლოდ ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ გაიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ მზიამაც სთხოვა საკვები გაეტანათ. ოთახიდან ადვოკატის თქმით, მზია შიმშილობის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობს და ისევ ითხოვს, რომ დააბრუნონ ციხეში. ვინაიდან ის არ შიმშილობს შეღავათებისა და უკეთესი პირობებისთვის. ის უკანონო პატიმრობას აპროტესტებს, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანა სწორედ საჭირო გახდა ამდენხნიანი შიმშილობის ფონზე ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების გამო, რაც საჭიროებდა დამატებით კვლევას. ვივამედის დირექტორიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია მზია ამაღლობელი კლინიკაში დარჩეს. 26-დღიანი შიმშილობა ყოველთვის საგანგაშოდ ითვლება. ლაბორატორიულ ანალიზებში არის გარკვეული ცვლილებები. საყურადღებო ცვლილებები არის ესე? კი, რა თქმა უნდა, რომელიც საჭიროებს კორექციას. გრძელდება მონიტორინგის პროცესი, კვლევები უტარდება და კონსულტაციები ექიმის სპეციალისტების. ის დამატებითი კვლევების ტარდება, რაც მას ესაჭიროება. კლინიკა მოსთხოვა მას, რომ გარკვეული დრო დაიყო კლინიკაში, რადგან კვლევები ჩატარებული იყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ალბატონი მზია კვლავას თვითონ ითხოვს, რომ დატოვოს აღნიშნული კლინიკა, დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ რაღაც არანაირ შეღავათებს არ ითხოვს არავისგან. კანონმდებლობით გაწერილი ინსტრუქციით პენიტენციური წესი არის ის, რომ როდესაც ადამიანს პატიმრს თავაზობენ საჭმელს, იგი თუ უარს აცხადებს, ეს საჭმელი გააქვს და ოქროზე უნდა მოვაწეროს მან ხელი. მე როდესაც შევედი, დამხვდა ეს საკვები დატოვებული მაგიდაზე, შემდგომ მოუწოდეთ პენიტენციური თანამშრომლებს და მათ გვითხრეს, რომ როდესაც სანიტარი შემოვა, ის გაიტანდა და გარკვეული დროის შემდეგ სანიტარმა გაიტანა. ეს წესების დარღვევა არის, რა თქმა უნდა. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი იარაღად შეგვიძლია განვიხილოთ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი უკვე 26 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი კოლეგების თქმით, მათთვის ახლა მნიშვნელოვანია მზიას ჯანმრთელობა, რომელსაც სამაგალითოდ სჯის რეჟიმი. პარალელურად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმიანებიან იმ კანონპროექტის დაანონსებას, რომლის მიზანიც მათი შეფასებით თავისუფალი და კრიტიკული მედიის კიდევ უფრო შევიწროვება და გაჩუმებაა. ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს არის მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ის დღეს უკვე 26 დღეა, რაც შიმშილობს. ცხადია მზიას დაკავებას თვითონაც მზია და ჩვენც განვიხილავთ მედიაზე იმ შეტევის ნაწილად, რაც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ახლა ქართულმა ოცნებამ დაანონსა ახალი რეპრესიული კანონები მედიის საერთოდ გასაუქმებლად. ქართული ოცნება პრაქტიკულად ცდილობს, რომ გააჩუმოს ყველა მედია საშუალება დამოუკიდებელი, ყველა კრიტიკული აზრი, მოქალაქეები დატოვოს ალტერნატიული ინფორმაციის გარეშე და ესეთი აკრძალვა ჩვენ ვიცით, სადაც მოხდა. ეს იყო რუსეთში. რა ფორმითაც არ უნდა შეფუთონ, რა ქვეყნის სახელიც არ უნდა დაარქვან, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის არსობრივად რუსული კანონი, რომლის მიზანი არის დამოუკიდებელი მედიის შევიწროება იმგვარად, თქვენ ფინანსური სანქციებით, საკანონმდებლო მარწუხებით, რომ მან არსებობა შეწყვიტოს და
ფაქტიურად შედეგად შეატოვოს მოსახლეობა არადემოკრატიულ ხელისუფლებას და მმართველობას. ქართული ოცნება ცდილობს პატარა ადგილებით სივრცეები, რაც კიდე დარჩა, სადაც თავისუფლად შეიძლება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, საზოგადოების პრობლემებზე საუბარი, ეს ყველაფერი დაიხუროს და ეს არის რა თქმა უნდა გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს რეპრესიები კიდევ უფრო გამწვავდეს და ეს რა თქმა უნდა ეს თუ ასე მოხდა როგორც დაანონსებულია, ეს საბოლოოდ მოსპობს ამ ქვეყანაში მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. ეს არის ცენზურის დაკანონება, ეს არის რეპრესიების დაკანონება, რომლის მცდელობასაც ახლა ჩვენ ხედავთ არა მარტო ამ ინიციატივით, არამედ იმ საკანონმდებლო ინიციატივებით, რაც დაანონსებულია, ან რაც უკვე განხილულია პირველი მოსმენით. მზია ამაღლობელს, როგორც ცნობილია, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. საქმე ეხება ბათუმის პოლიციელისთვის სილის გაწვნას, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, რაზეც ირაკლი დგებუაძემ განაცხადა, რომ მან ტკივილი განიცადა. დაკავების შემდეგ კი მზია ამაღლობელის თქმით გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, მას არ დაალევინეს წყალი და არ მისცეს ტუალეტით სარგებლობის უფლება. ასევე ცნობილია, რომ დგებუაძე მას შეაფურთხა და ფიზიკური ანგარიშწორებაც სცადა. ამ ფაქტების გამო ამაღლობელის უფლებადამცველებმა მიმართეს საგამოძიებო სამსახურს. დღეს გამოცემა ბათუმელებს აცნობეს ამ უწყებიდან, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა ირაკლი დგებუაძე და ბათუმის კიდევ 9 პოლიციელი. უწყების ინფორმაციით ყველა მათგანი უარყოფს მომხდარ. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის დგებუაძეს ეს რეჟიმი პასუხს არ აგებინებს. მზია ამაღლობელისათვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას ითხოვენ უფლებადამცველები, თუმცა ამ დრომდე ეს სტატუსი არ მიუნიჭებიათ. პარალელურად მზადდება სტრასბურგში გასაგზავნის საჩივარი. ადვოკატები მის უკანონო პატიმრობას ასაჩივრებენ.